ნატა, ერთი შეხედით კადრი, რომელსაც ეხა მაყურებელიც ხედავს და მინდა კარგად, უფრო კარგად დაგანახოთ, ჩერნობილში მყოფ, ესე ვთქვათ, მდგომარეობას ასახავს, თუმცა ეს არ არის ჩერნობილი, ეს არის ბათუმი, ქალაქის ცენტრი, გრიბოედოვის ქუჩა და ხო, როგორც ჩვენც უთხარი მაყურებელს, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროდან დაახლოებით 100 მეტრში. აქ არის რამდენიმე მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და ეს არის ძალიან მჭიდროდ დასახლებული უბანი, როგორც გითხარით, ეს არის ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი. თუმცა რა მდგომარეობა მე მინდა ვთხოვო ოპერატორს, თქვენ გაჩვენოთ ახლა შეძლების დაგვარად და კადრები, რომლებიც გადავიღეთ, არის მართლაც შოკის მომგვრელი. იქ სადაც როგორც გითხარით, უამრავი ადამიანი გადაადგილდება, ბავშვები თამაშობენ, არის ჩვეულებრივად ნარკომანიის ბუდეთ ქცეული ტერიტორია. მე ვთხოვ ოპერატორს, თქვენ თან წამომყვეს და გაჩვენეთ, რომ ეს არ არის ერთადერთი ადგილი მთელს ამ შენობაში, რომელიც არის რამდენიმე სართული, მიტოვებული შენობა მსგავს ადგილებს უნახავთ ანტისანიტარიაზე რო საუბარი ზედმეტი აქ ამ მდგომარეობაში ბუნებრივია ეს არ არის არავისთვის გასაკვირი, თუმცა არის უკიდურესად საშიში ვითარება იქიდან გამომდინარე რომ როგორც თქვენც ახაც კადრში ხედავთ არის უამრავი ნემსი გამოყენებული სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები და სულ ცოტა ხნის წინ აქ ამ ადგილზე იმყოფებოდნენ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე ამბობს რომ ეს არის იმ ყველაფრის შედეგი, რასაც ხელისუფლება აწარმოებს, იმ პოლიტიკის შედეგი, რომ იმის გამო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მფარველობენ ეგრეთ წოდებულ ბარიგებს, ესეთი სიტუაციები ქალაქში საკმაოდ ბევრია. რა ხდება ამ ტერიტორიაზე, ბათუმის ცენტრში, სადაც შპრიცების და ყველა იმის ნაკვალებია, რაც აუბედურებს ჩვენ ახალგაზრდობას. ეს არის ნარკოტიკები, ეს არის მისი მოხმარების საშუალებები და ეს არის ის ჭაობი, რომელშიც ქართულმა ოცნებამ ჩაძირა ეს ქვეყანა. არაფერი კონკრეტული ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისგან არ კეთდება. მიუხედავად დაანონსებული რაღაცა დამკაცრებისა, კანონმდებლობის ამ მიმართულებით საქმე არის კატასტროფულ დონეზე მიყვანილი. მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის გამოწვეული მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ნარკობარიგებს და რეალიზატორებს მფარველობენ ქართული ოცნების მაღალ ჩინოსნები. ბათუმში არ არსებობს ზედამხედველობა, მათ შორის ქალაქის ცენტრზე, ეს არის ერთ-ერთი მიტოვებული, უკვე თითქმის 20 წლის განმავლობაში მიტოვებული შენობა, რომელიც იქცა ნარკომანიის თავშესაფრად, არანაირი ღობე, არანაირი იზოლირება, არასრულწლოვან ბავშვებსაც შეუძლიათ ამ უკვე საშიშ ტერიტორიაზე შესვლა ყოველგვარი ჯებირების და სავსე ეზოთი შპრიცებით გამოყენებული ნარკომანიის შპრიცებით, რაც არის დანაშაული საკუთარი ქალაქის და საკუთარი ერის წინააღმდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აქ თვითმმართველობის შემოდის უსაფრთხოების ნაწილში. მუნიციპალურმა ინსპექციამ, მერიამ უნდა ინებოს კეთილი და რაღაცნაირად დაიცვას ეს სივრცე, იმიტომ რომ ეს არის სივრცე, სადაც ყველა შეუძლია შემოსვლა. ჩვენ ვიქეცით ქალაქად, სადაც ხდება ტრაგედიები და არ ხდება პრევენციაზე მუშაობა ამ ტრაგედიებისთვის და ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი მარტივი გზა არის ის, რომ ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები ამ მიმართულებით იყოს გათვალისწინებული. ნატა კი ნამდვილად ეს არის ქალაქი, სადაც სამწუხაროდ ძალიან ბევრი შემთხვევა, უბედური შემთხვევა ხდება, თუმცა პრევენციებს აქ არავინ არ აკეთებს. აი მე მინდა ეხა კარგად შეხედოთ თქვენ ამ ტერიტორიას, ეს არის გრიბოედოვის ქუჩა, როგორც გითხარით, რაც კადრები მაყურებელმა ნახა შიდა ტერიტორიაზე, გარეთაც ძალიან რთული ვითარება, ღიაჭები, ამოთხრილი ორმოები და ესეთი სიტუაცია არანაირი გამაფრთხილებელი აბრა რომ აქ საშიშია, როგორც ჩანს ზედამხედველობის სამსახური ვერ იცლის უბრალოდ ამ ტერიტორიის მისახედად ესე რომ ვთქვათ და როგორც გითხარით დღეს აქ იმყოფებოდნენ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები, რომლებიც ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას აკისრებენ ქართულ ოცნებას და ბუნებრივია ბათუმის თვითმმართველობას. დღეს მამუკა ხაზარაძე თანაგუნდელებთან ერთად მთელი დღის განმავლობაში ბათუმში იმყოფება, ის ბათუმელების რედაქტორს ეთერ თურაძესაც შეხვდა და რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, დღეს მამუკა ხაზარაძე კოალიციის სხვა ლიდერებთან ერთად აჭარაში რეგისტრირებულ ამორჩევლებს შეხვდება.